მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობ ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეში. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. დღეს ახლა სანამ ამ პოდკასტს უყურებთ, ათასობით საწარმო მუშაობს, კლინიკებში ტარდება ოპერაციები, ბანკები წამში ათასობით ტრანზაქციას ამუშავებენ, დატა ცენტრები მილიონობით ინფორმაციას ამუშავებენ, ხო? ანუ ქარხნები აწარმოებენ პროდუქციას და რეალურად ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ენერგიაზე. თუმცა ენერგეტიკაზე, როდესაც საუბრობთ, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, გვაქვს თუ არა ელექტროენერგია, ხო? ენერგეტიკა არის ინვესტიციები, არის ეკონომიკა, არის კონკურენტუნარიანობა, ზოგადად ეროვნული უსაფრთხოება და ზოგჯერ ომიც კი. ეხლა მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომმა, ახლო აღმოსავლეთში თუნდაც ანუ მიმდინარე დაძაბულობამ და ზოგადად ამ გლობალურმა ენერგოკრიზისმა შეცვალა ის, რომ დღეს მსოფლიო ენერგეტიკას უყურებს აბსოლუტურად სხვანაირად. ეხლა რა ხდება საქართველოში? რამდენად ენერგოდამოუკიდებლები ვართ და ზოგადად რამდენად მზად ვართ მომავლისთვის? მოკლედ, ეს ამ კითხვებს ვეძებთ დღევანდელ პოდკასტში და ვინ თუ არა, ჩვენი პოდკასტის სტუმარი, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, არის მაია მელიქიძე, რომელიც არის გრედას აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და მაია მოგესალმები. პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ პოდკასტში. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო რეგალიები კიდევ, ხო, ანუ შენი ბექგრაუნდი იმისათვის, რომ აუდიტორია მაინც იცოდეს. კაბოტონ მაიას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ენერგეტიკის რეგულირების ისე როგორც ენერგეტიკის რეგულირების საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა შორის იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სემეკის წევრიც კი. ხო, ეხლა უკვე, ანუ მოკლედ ამ რეგულატორიდან გადავედით უკვე ბიზნესში და ზოგადად ამ ინდუსტრიაში, ხო? ანუ ზოგადად როცა საუბრობთ გრედაზე, აქ საუბრობთ ძალიან დიდ გაერთიანებაზე, თუნდაც ამ სექტორის. ალბათ დავიწყოთ იმით, აი ხა ჩემი სიტყვებიდან, წინა სიტყვებიდან გამომდინარე, სად არის დღეს საქართველო და რამდენად ენერგოდამოუკიდებლები ვართ? ზერგო მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო ამ შესაძლებლობისთვის და მოწვევისთვის. ნამდვილად ენერგეტიკა არის საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედი და საყრდენი და ის წარმოადგენს სტრატეგიულ სექტორს. რა თქმა უნდა, ყველა სექტორი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ენერგეტიკაზე დგას აბსოლუტურად ყველაფერი. შენ სწორად აღნიშნე, ნებისმიერი რამ, რაც კი ხდება ახლა უკვე მსოფლიოში, ტექნოლოგიურ პროგრესს განვიცდით, არა მარტო ასე ვთქვათ, განვითარებული სამყარო, არამედ სრულიად მსოფლიო და ბუნებრივია ეს იწვევს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას. ეს იქნება ელექტრომობილები, კონდენსიონერები, სიგარეტიც კი უკვე ყველაფერი ნამდვილად იტენება. შესაბამისად, მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია. შენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ძალიან ლოგიკურ კითხვას ვსვავ, რომ აი ამ მოხმარების ზრდის ფონზე რამდენად ენერგოდამოუკიდებლები ვართ და სად არის საქართველოს რეგიონის და მსოფლიო არქიტექტურაში. სიმართლე უნდა ვთქვათ და არ გავექცეთ იმ რეალობას და მოცემულობას, რომ ჩვენი ენერგოდამოკიდებულება იზრდება და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა სამწუხაროდ მცირდება. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა და პარადოქსული მათ შორის, ვინაიდან წლის დასაწყისში ჩვენ იძულებულები ვიყავით ქვეყანას გულისხმობ, ბუნებრივია, არ გვქონდა რა საკმარისი ელექტროენერგია, ჩვენი მეზობელი 4-ვე ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან შემოვიტანეთ ელექტროენერგია. ეს არის პირველი წელი, სერგო, როდესაც ჩვენ ასე მოვიქეცით, იმიტომ რომ აქამდე ხშირ შემთხვევაში მაგალითად თურქეთში ვახორციელებდით ხოლმე ექსპორტს. მაგრამ თურქეთმა აშენა რა მსხვილი ატომური ელექტროსადგური, ასევე უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური და გადაასახლა ერთი, შეიძლება ითქვას, ქალაქი, უამრავი სოფელი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, იმიტომ რომ ენერგოდამოუკიდებლობისკენ აღებული გზა განეხორციელებინა, აი ამ მიზანს მოემსახურა სწორედ ის, რომ ახლა ელექტროენერგიის ფასი თურქეთში გახლავთ $2 ცენტი, როდესაც პანდემიის პერიოდში იყო $23 კი, წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობა და საქართველოს ძალიან დიდი ასე ვთქვათ, რაოდენობით ახდენდა ელექტროენერგიის
ექსპორტს. ახლა კი ეს მოცემულობა შეიცვალა და მე უნდა აღვნიშნო ის, რომ ამაში რა თქმა უნდა ცუდი ბუნებრივია და კატასტროფული არაფერი არ არის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვერ ვახორციელებთ რა პროექტებს ასე აქტიურად, საბოლოო ჯამში მოხმარების მაჩვენებელი წლიდან წლამდე 3-დან 5%-მდე იზრდება, მაშინ როდესაც გენერაციის მაჩვენებელი კლებულობს. ამიტომ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე და პასუხი გავცე, ჩვენ არ ვართ ენერგო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ჩვენს მეზობლებზე დამოკიდებული საკმაოდ აქტიურად ელექტროენერგიის იმპორტის ჭრილში. და ვინაიდან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი, ძალიან სენსიტიური, ხშირად მეკამათებიან ხოლმე და მეუბნებიან, რომ თუ შეიძლება ვთქვათ იგივე სხვადასხვა ტიპის პროდუქტების იმპორტი ფასიდან გამომდინარე, რატომ არა ელექტროენერგია? არა იმიტომ, რომ ამას აქვს სტრატეგიული დატვირთვა და გააჩნია ჩვენ რა პროდუქტის იმპორტს ვახორციელებთ. იქ როდესაც სტრატეგიულ პროდუქციას საუბარი, სტრატეგიულ დარგზეა საუბარი, აქ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, როგორც კერძო სექტორმა, ასევე საჯარომ, ასევე მარეგულირებელმა, რომლის ყოფილი წევრიც მე გახლავართ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მათ შორის, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, იმიტომ რომ მათი დახმარების გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მსხვილი ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. სწორედ ამ კოლაბორაციით ჩვენ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ იქამდე, რასაც ქვია ენერგო დამოუკიდებლობა. შორს მავალი გზა არის, მარტივი არ არის. მაი აღნიშნე მაგალითად რაღაც პროექტების ესეთი შენელებული განხორციელება, ხო? ანუ რა აფერხებს დღეს რეალურად, ხო? ხა აი თურქეთი ძალიან კარგი მაგალითია, ხო, ამისთვის. ხა თუნდაც ანუ ტარიფიკაციის კუთხითაც, ანუ იმ ხელასხვაობა არის, რომ რა აფერხებს რეალურად დღეს საქართველოში ამ პროექტების განხორციელებას, ხო? ანუ რეალურად გვაქვს ყველანაირი პოტენციალი ამისა. კი, ნამდვილად, მოდით პროცენტობაშიც გამოვხატავ და შემდეგ ბუნებრივია ვუპასუხებ თქვენს კითხვას. ჩვენი ჰიდრორესურსების, ანუ წყლის რესურსების დაახლოებით 25% გვაქვს ათვისებული. ქვეყანაში გვაქვს 26,000 მდინარე, თუმცა ხაზგასმით მინდა მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის აღვნიშნო, რომ 26,000-ის გამოყენება ჰიდროენერგეტიკისთვის წარმოუდგენელი და არ შეიძლება. ამას სპეციალისტები ადასტურებენ, იმიტომ რომ არსებობს გარემოს დაცვითი სტანდარტები, რომელსაც არ შეიძლება რომ ჩრდილი მიადგეს და დავარღვიოთ. ამ 26,000 მდინარიდან მხოლოდ 300-მდე მდინარის გამოყენება შეიძლება იმისათვის, რომ ვაწარმოოთ ელექტროენერგია. ამიტომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ 100%-დან, ესე იგი 25 ათვისებული გვაქვს, დანარჩენი 75 ასათვისებელი გვაქვს. რაც შეეხება ქარს და მზეს, დაახლოებით 1,4% არის ათვისებული მზესთან მიმართებაში, ხოლო 0,5% არის ათვისებული ქართან მიმართებაში. ანუ თქვენ კარგად ხედავთ, რამდენად დიდია პოტენციალი და ესე რომ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც ევროპელი ინვესტორების მიერ, ასევე აზიელი ინვესტორების მიერ. მე რა თქმა უნდა მომხრევა, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ჩატოს თანხა და მეტი თანხა დააგენერიროს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ სხვილ პროექტებს ძალიან დიდი და თანხა ესაჭიროებათ, აქ საჭირო არის, რა თქმა უნდა, პარტნიორის პოვნა ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ან ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან თანხის მოზიდვა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული არის სირთულეებთან. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა აფერხებს? პირველი ეტაპი ეს გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივია პროტესტი, რაშიც მე მათ პირდაპირ ვიტყვი დანაშაულს ვერ ვხედავ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ აქვთ ძალიან ლეგიტიმური პროფესიონალური და მათ შორის დილიტანტური კითხვებიც და ეს არის ნორმალური. წარმოუდგენელი ადამიანს, რომელსაც ენერგეტიკაში არ აქვს, თქვათ, გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია, მას აქვს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე უნდა იყოს აუცილებლად კვალიფიციური პასუხები გაცემული, თუნდაც ეს კითხვები იყოს არაპოპულარული, კრიტიკული და ასე შემდეგ. ამიტომ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ასევე ვინ არიან ჩართულნი ამასაც, იმიტომ რომ გარდა ცენტრალური ხელისუფლების აუცილებლად ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართვა კომუნიკაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან. მე ამისთანავე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას ერგო და ვიტყვი, რომ გრედას აქვს ძალიან კარგი კანონპროექტი დაინიცირებული. ჩვენ გვაქვს თანხმობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, კიდევ სხვა ასე ვთქვათ სამინისტროებისგან და ველოდებით როდის დაინიცირდება ის საქართველოს პარლამენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე დეკემბერში მოკლედ ახალ წელს შევხვდებით ამ კანონპროექტით. მოდით ავხსნი, რას გულისხმობს ეს კანონპროექტი. იქ სადაც აშენდება ჰიდროელექტროსადგური
და გადაიხდის ქონების გადასახადს და ჩვენი კანონმდებლობის თანახმად საგადასახადო ფისკალურ კანონმდებლობას გულისხმობ. ეს თანხა მიედინება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ უკლებლივ თეთრი არ აკლდება, ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ განკარგოს და შესაბამისად ხელი შეუწყოს ადგილობრივი თემის განვითარებას, ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ სწორედ აი ამ ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი მოხმარდეს იმ უშუალოდ სოფელს, თემს, მოსახლეობას, სადაც შენდება ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური და აუცილებლად ინიციატივა უნდა წამოვიდეს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობისგან. რა სჭირდებათ მათ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად? ეს შეიძლება იყოს ბაღი, შეიძლება იყოს სკოლა, შეიძლება იყოს გზა, ნებისმიერი სოციალური ხასიათის და შინაარსის მქონე პროექტი, რომელიც ესაჭიროება მოსახლეობას. და აქ იცით რა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის ერთჯერადი. ანუ ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აკისრია ჰიდროელექტროსადგურს წლების განმავლობაში, სანამდეც ის არის ექსპლუატაციაში და ბუნებრივია ყოველწლიურად ექნება ის კონკრეტული თანხა განსაზღვრული ამა თუ იმ თემს და ზუსტად ეცოდინებათ შემდეგ წელს რა დაგეგმონ, რა არის გასაკეთებელი და ასე განვითარდნენ. კი, რა თქმა უნდა, ისევ იმას, ეს არ არის ჩვენი გამოგონებული, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა ნორვეგიაში, დანიაში, სადაც ასევე იყო პროტესტი. როგორ შეცვალა თუნდაც ახლა აი ამ ქვეყნებში? რა კარგი კითხვა. ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. ის კი არა, გვერდითა სოფლებმაც დაიწყეს უკვე კონკურენცია, რომ იქნებ ჩვენთანაც რამე ნახოთ, მსგავსი, ააშენოთ და ჩვენც მივიღოთ ამ ტიპის და ამ სახის სარგებელი, იმიტომ რომ განვითარება საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა და მოსახლეობამაც საკუთარ თავზე იგრძნო ეს ყველაფერი და შეფერხება იგივე ქონდა, ხო, ალბათ, თუნდაც მოსახლეობასთან ქონდა. ზოგადად ჰიდროენერგეტიკას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ყოველთვის თან ახლავს ეს პროტესტი, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ეს არ ახალია. უბრალოდ ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. 30 წელია ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ მიმდინარეობს გარკვეულწილად ბრძოლა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ვუპასუხოთ ყველა კითხვას და ვალდებულნი ვართ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ამ მოსახლეობამ თავის პირად მდგომარეობაზე ასახოს ის სიკეთე, რომელიც არა მარტო ქვეყნისთვის არის და საქართველოს ეკონომიკისთვის, არამედ ამ მოსახლეობისთვისაც იქნება ბუნებრივია. ფანტასტიკური პასუხი, თან მით უმეტეს მე ვფიქრობ, რომ მეტი ინფორმაციის გაცვლა, აბსოლუტურად გეთანხმები, ამ შემთხვევაში უკვე მუნიციპალიტეტის ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგადად, ანუ საქართველოს მასშტაბით, რომ მოხდეს მინიმუმ ინფორმაციის გაცვლა მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრობლემაა მაინც, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა გავა და ძალიან დიდ შედეგსაც დადებს. მე ახლა შევეხები აუცილებლად ბექგრაუნდსაც, ხო? თუნდაც ანუ ამ შემთხვევაში წლების წინ მუშაობდით სემექში, ხო? ანუ ესეთ რეგულატორთან მუშაობდით, ხო? და აი მაინტერესებს როგორ ჩანს ეს პრობლემები ამ შემთხვევაში რა, მოდი ესე ვიტყვი, რეგულატორის სავარძლიდან და ამ შემთხვევაში ინდუსტრიის შიგნიდან. ძალიან საინტერესო შედარება, ზოგადად ესე სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობის და აი მიქსია უბრალოდ ძალიან. კი, ნამდვილად. რეალურად არსებობს energy management და energy regulation. ანუ ენერგო მენეჯმენტი, მართვა ენერგეტიკის და ენერგეტიკის რეგულირება. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია. ენერგეტიკის სექტორის მართვას უზრუნველყოფს სამინისტრო და 2017 წლამდე ჩვენ გვქონდა ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო ახლა ეს ფუნქციები შეთავსებული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ანუ მართვა ეს არის. რაც შეეხება რეგულირებას, რეგულირება ეს ცოტა განსხვავებული სამყაროა. ის მოიცავს შემდეგ რამეს, რომ მოგეხსენებათ, არსებობს ქვეყანაში კომპანიები, რომლებიც ბუნებრივად არიან მონოპოლისტები. მაგალითად, თელას არ ყავს კონკურენტი. სწორედ ამიტომ არსებობს მარეგულირებელი. იმიტომ რომ სწორედაც აი ეს ბუნებრივად მათთამი მინიჭებული მონოპოლია და არ აღმოჩნდეს მათ ხელთ არსებული განუზომელი და განუსაზღვრელი ძალაუფლება. იგივე ვთქვათ რაიონებსა და რეგიონებში ენერგოპრო. ამიტომ რეგულირების თვალსაზრისით სემეკი თვლის ტარიფს და ტარიფის დათვლა აბსოლუტურად განსხვავდება იმ ფინანსური ინსტრუმენტებისგან, რომელსაც იყენებენ თქვათ სხვადასხვა IFRS-ის აუდიტის ან ასე შემდეგ. მარეგულირებელი აუდიტი აბსოლუტურად სხვა არის და ბუნებრივია სხვა არის ჩვეულებრივი ტიპის ფინანსური აუდიტი.
ამიტომ რეგულირების ამპლუაში შე რომ დამისვი კითხვა რამდენად ერთმანეთთან არის ახლო ან განსხვავდება, აქ არის სისხლის გადასხმის პროცესი ხოლმე, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით როგორ ხედავდი ამ პრობლემებს იქიდან და უკვე ამ ამპლუაში რა, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რეგულატორი მაინც ალბათ დიდი ალბათობით მაინც რაღაც ცოტა უფრო სხვანაირად უყურებს ხო ინდუსტრიას და როცა ინდუსტრიის მოთამაშე ხდები უკვე და ამის განვითარებაში იღებ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ხო? ანუ მე ვფიქრობ ეს კიდე სხვა სურათია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცეები, რაც ვთქვათ, მარეგულირებლის და კომისიის წევრის ამპლუაში და ამ გადმოსახედიდან ჩანს, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულად ხედავს ამ ყველაფერს კერძო სექტორი. ამიტომ ეს ეგრეთ წოდებული მიქსი ჩემ ცხოვრებაში იყო უნიკალური გამოცდილება და დღემდე ასეა და მე ნამდვილად მოხარული ვარ იმით, რომ როგორც ყოფილი, ასე ვთქვათ, სემეკის წევრი, დღეს უკვე ვუყურებ კერძო სექტორს და შესაბამისად მაქვს კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, სემეკთან და ყველა ის საკითხი, რომელსაც ვთქვათ, კერძო სექტორი ხედავს თავისებურად, ბუნებრივია ამას ადეკვატური ფორმით ვცდილობ ხოლმე რომ მივაწოდო სემეკს და სემეკის ხედვაც ადეკვატურად მოვიტანო კერძო სექტორამდე და დავიცვა ეს ბალანსი და სამართლიანობა და ობიექტურობა, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ერგო, ყველას აქვს თავისი ინტერესები. ამ ინტერესების გადამლაშება ან კერძო სექტორ შეიძლება და ზიანი მოუტანოს, ან პირიქით მარეგულირებლის დასუსტება გამოიწვიოს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ბალანსის დაცვა და აქ არ დაგვავიწყდეს მომხმარებელი. ერთი არის შენ თქმის არ იყოს ბიზნესი, რომელიც თავარი ინტერესიც არის და სწორია ეს ინტერესის ერგო, რომ ფულმა როგორ დაწეროს ფული, და ეს არის ლოგიკური. და მას სხვა კიდე სხვა კითხვები მექნება, ანუ რამდენად ბიზნესი ზოგადად ამ KPI-ს რამდენად იყენებს, ხო, ანუ ენერგო ასე თქვა დაზოგვის რაღაცა KPI-ს და ასე შემდეგ, მაგაზეც გადავალთ აუცილებლად, ეგეც საინტერესო თემაა. რა თქმა უნდა და სემეკი ამ ყველაფერს უყურებს იმქედა გამომდინარე, რომ მისი პასუხისმგებლობა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვაც. ანუ აქ მესამე კომპონენტი შემოდის და მან უნდა უზრუნველყოს ის, რომ მიწოდებული იყოს ელექტროენერგია საიმედოდ უწყვეტად, შეუფერხებლად და მოსახლეობამ თუ ბიზნესმა, რა თქმა უნდა, სხვა სექტორებზეც მაქვს ყურადღება გამახვილებული, არ უნდა მიიღონ ზიანი იმასთან მიმართებაში, რომ ელექტროენერგია მათ ან შეფერხებით მიეწოდებოდეთ, ან არა შესაბამისი ხარისხით, რომელიც აისახება მერე უკვე ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ანუ ვალდებულებები ყველას განსხვავებული აქვს, მაგრამ ერთად უნდა დაინახოს შემდეგ უკვე პოლიტიკის შემქმნელმა. რეგულატორი იცავს მომხმარებელს, ახლა მოხდა ყურში და ამ შემთხვევაში ინვესტორს ვინ იცავს? და აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც რაღაც ცვლილებები რა უნდა შევიტანოთ, ანუ საკანონმდებლო დონეზე, თუნდაც რეგულაციების დონეზე, რომ მეტი ინვესტორი მოვიყვანოთ საქართველოში. რეალურად ინვესტიციების მოზიდვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბუნებრივია პოლიტიკის შემქმნელის. იმიტომ რომ ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. და სტრატეგიაზე. რა თქმა უნდა, სტრატეგიაზე. ერთი არის ელექტროენერგიის ფასი, მისი მოხმარება, მომხმარებელთა უფლებები და ასე შემდეგ. და სემეკი არ არის ვალდებული ინვესტორის მოზიდვაზე, ეს მის კომპეტენციებს და კვალიფიკაციას და კანონით განსაზღვრულ ჩარჩოს ცდება, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს, ეს უკვე ჯდება მის კოლგაში. და მას აქვს მაგალითად აწარმოე საქართველოს, ან თუნდაც ახლა რომ შეიქმნა კორპორაცია, ვთქვათ, ერთ-ერთი და არაბუნებრივია ერთადერთი ვალდებულებაც არის ინვესტორების მოზიდვა და მათთან ერთად ჩართვა ახალი პროექტების განხორციელებაში. ამიტომ ინვესტიციების მოზიდვა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ინტერესი, როგორც ადგილობრივი ინვესტირება, რეინვესტირება, ამასთანავე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ესე რას აფიქსირებენ ძალიან საინტერესოა დღეს ინვესტორები, რომლებიც აპირებენ თუნდაც საქართველოს შემოსვლას და ამ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტირებას. ან თუნდაც რა აფერხებთ დღეს, ხო? ახლა მე არ მგონია, რომ 100% დაინტერესებული შემოვიდეს, ხო? ანუ ალბათ რაღაცა აფერხებთ. აი რა არის ის შემაფერხებელი? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, ანუ აი თქვენი მუშაობის და ინიციატივების, ასე ვთქვათ, საფუძველზე პლუს ანუ რეგულატორის მიერ გათვალისწინება ამ შემთხვევაში ინვესტორის ინტერესების და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დააფორსირებს ამ პროცესს და ძალიან სწრაფად განვითარდება. მართლა მივახცევთ იმას, რომ მართლა დამოუკიდებლები ვიყოთ ამ მიმართულებით. ამ კითხვას აქვს მრავალწახნაგოვანი კონტექსტი, მოდი ასე ვიტყოდი. მოდით ასე შევხედოთ, ინვესტორი არსებობს კვალიფიციური ინვესტორი, ზერგოდ არსებობს
ინვესტორი, რომელსაც მაგალითად არ აქვს გამოცდილება სექტორში ყოფნის. საქართველოს არ მაქვს საუბარი საერთაშორისოზე მათ შორის. ამიტომ კვალიფიციურმა ინვესტორმა ზუსტად ძალიან კარგად იცის, რა ჯდება და რამდენად ითანხებთან არის დაკავშირებული მაგალითად ჰიდროენერგეტიკაში 1 მეგავატის მშენებლობა. ეს არის რამდენად გრძელვადიანია ზოგადად ამ პროექტები. და ჩადებულ ინვესტიციას ის ვერ ამოიღებს 3 და 4 წელიწადში და მე მინახავს ინვესტორების ერგო, რომელსაც ამისი მოლოდინი გააჩნიათ და ყოველთვის ვეუბნები, რომ მანდ გაჩერდით. თქვენ ჰიდროენერგეტიკაში თანხის ჩადებით ნამდვილად ვერ ამოიღებთ ამ თანხას შემდეგი 4, 5, თუნდაც 7, 8 წლის განმავლობაში. გაძვირდა რა ბოლო პერიოდში ყველაფერი, ჩვენ მივედით იმ რეალობამდე, რომ 1 მეგავატის მშენებლობა დაახლოებით $1,900,000 ჯდება. აი ამ ინფლაციის ფონზე. ეს ახლა რეალურ ფასს გეუბნებით, კი. დაახლოებით 10-15 წლის წინ იყო 1 მეგავატი $1,000,000. ახლა უკვე ამ ფასების ცვლილებამ კიდევ უფრო მეტი, ხო, თითქმის გაორმაგებულია ეს მაჩვენებელი, ბევრი ნამდვილად აღარ დარჩა და ამიტომ ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ამოღება გაცდა უკვე თითქმის 10 წელსაც. რეალურად ჰიდროენერგეტიკაში ვინც არის კვალიფიციური ინვესტორი, იმისი მოლოდინი არის ხოლმე პირდაპირ თქვი საშვილიშვილოდ ვაკეთებ ამ საქმეს, ანუ 10 წლის მერე იწყება ეს თქვათ მისთვის კომფორტული გარემოა ამ შემთხვევაში საქართველოს როგორც საინვესტიციო გარემო. რამდენადაც 40 კი ბატონო, ჰეს აქვს დაახლოებით 50 წლიანი ექსპლუატაციის ვადა. 10 წლის მერე როდესაც ის იწყებს უკვე თავისი შემოსავლის, მოდით ასე ვთქვათ, ოღონდაც ინვესტირებული თანხის ამოღებას, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ის თulis რომ ეს არის, ვთქვათ, პერსპექტიული. მაგრამ სერ გვაქვს აწყდებიან, ახლა მოდით გამოწვევებზეც ვისაუბროთ, ბუნებრივია. გამოწვევა არის და ხშირად ინვესტორები ამბობენ, მათ უნდათ ძალიან მკაფიო, გამჭირვალე თამაშის წესების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და ეს თამაშის წესები არ უნდა იცვლებოდეს ყოველ 1 ან 2 წელიწადში. და მათ ხო გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახონ მაშინ როდესაც აბსოლუტურად სწორად ამბობ იმას რომ თუ კი 10 წლის მერე იწყებს ის ამ ჩადებული ინვესტიციის ამოღებას ახალავე უნდა გათვალოს 10 წლის მერე რა და როგორ იქნება. კიდე სხვა პარამეტრები შემოდის ხო ანუ რამდენად სტაბილურები ვართ, რამდენად ეკონომიკურად მზარდი ქვეყანა ვართ ხო და ასე ან ძალიან ბევრი პარამეტრია ხა როგორც ვაკვირდები ხო ეს იმდენად გრძელვადიანი და იმდენად ზვირადღირებული პროექტია, რომ ბუნებრივია ხა არაკვალიფიციური შეიძლება 3 წელიწადში უნდოდეს, მაგრამ ეს ის ალბათ ინვესტიცია არ არის, რომელშიც ეს სწრაფად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მე ვაპირებ ინვესტირებას. ამ შემთხვევაში, ანუ ეს იქნება რეგულატორის ამბავი, ეს იქნება საკანონმდებლო ბაზა, ეს იქნება ზოგადად გარემო, ხო? და თუნდაც აი ეს მოსახლეობასთან ამბების მოგვარება. კი, რამდენიმე stakeholder ყავს, ამას მოდით რომ დავასახელოთ, მარეგულირებელი ბუნებრივია კომისია, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ESCO, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, სხვა ასე ვთქვათ stakeholder სადისტრიბუციო ქსელიც მათ შორის და ასე შემდეგ. მოკლედ stakeholder-ების მთელი დიდი ჩამონათვალია და არქიტექტურა დიდია. ყველაზე მთავარი სერკო აქ არის შეიქმნას ეგრეთ წოდებული რუკა. ნახეთ რას გულისხმობ, როდესაც თქვენ გადაწყვეტავთ, რომ შეხვიდეთ ამ სექტორში, უნდა არსებობდეს სად იწყება ეს პროცესი, სად სრულდება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი და აი ზუსტად roadmap-ი არის ასაწყობი. რეალურად თავის დროზე USAID მუშაობდა ამ თემაზე, გარკვეული roadmap-ი შეიქმნა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ის საჭიროებს გადახედვას, იმიტომ რომ სხვადასხვა მექანიზმებიც გაჩნდა. ამიტომ ეს roadmap-ი შესაქმნელია. ეს მეორე კომპონენტი, გარდა იმისა, რომ გამჭირვალე უნდა იყოს, თქვათ, თამაშის წესები და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით და არ იცვლებოდეს. ეხლა გამჭირვალე გვაქვს, მაია. ეს თამაშის წესები. იცით როგორ არის, დღეს გამჭირვალეა, მაგრამ სექტორს აქვთ ნახეთ როგორი გამოწვევა. ყოველთვის ვავს კითხვას, რომ შემდეგ წელს ამ დროს, ვთქვათ, რა მოცემულობა იქნება, ჩვენ არ ვიცით. ანუ გარკვეული არასტაბილური. აი რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, ამიტომ აი ამ თვალსაზრისით საჭირო არის ბუნებრივია მუშაობა. აუცილებლად მინდა გავამახვილო კიდევ ყურადღება იმ გამოწვევაზე, რომელსაც აი ახლა სექტორი აწყდება. ჩვენ საუბრობდით ენერგოდამოკიდებულებაზე, მაგრამ მაისი და ივნისი აღმოჩნდა ისეთი თვე, როდესაც ჰიდროენერგეტიკაში ადგილი აქვს წყლის დაღვრას.
რეალურად ამას ჰიდროენერგეტიკის წარმომადგენლები ჭარბი გვაქვს წყალი, იმიტომ რომ დადნა მთებში თოვლი წამოვიდა მდინარეებში, ბუნებრივია წყალი, ამას დაერთო ჰიდროლოგიის მეტნაკლებად ნორმალური მდგომარეობა და ახლა არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჰიდროენერგეტიკის მხრივ ვაწარმოოთ ელექტროენერგია მაქსიმალური დოზით. ამას ემატება მზის ელექტროსადგურები, ამას ემატება ქარის ელექტროსადგური. ერთი გვქონდა, ახლა კიდევ ერთი დაემატა. ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ შეხედეთ რა პარადოქსული მდგომარეობა გვაქვს. წლის დასაწყისში ჩვენ ვიყავით ძალიან მაღალ დონეზე იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და ახლა უკვე გვაქვს რა შანსი იმისა, რომ ვაწარმოოთ ელექტროენერგია უმაღლეს დონეზე. იძულებულები ვართ, რომ ეს არ გავაკეთოთ და ამ დროს ხდება ეგრეთ წოდებულად ხელით მართვა ამ პროცესის. ეს ასეც ხდებოდა, მაგრამ დაემატა შარშან 5 მზის ელექტროსადგური, ჯამში თითქმის 11 მეგავატი. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ დაემატა ქარის ელექტროსადგური კიდევ დაახლოებით 18 მეგავატზე ოდნავ მეტი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა აი ეს ორი თვე აღმოჩნდა კრიტიკული და კომერციულმა ბანკებმა უკვე როდესაც ისინი თავიანთ ფინანსურ მოდელს თვლიან და ფიქრობენ იმაზე გასცენ თუ არა სესხი, შემოსავლებში უკვე, ანუ ობიექტის შემოსავლებში, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის შემოსავლებში 2 თვეს აღარ ითვალისწინებენ და 10 თვეზე აკეთებენ ამ ყველაფერს. ამიტომ ინვესტორმა უკვე კითხვის დასმა დაიწყო, რომ რაიმეს ეს უკვე სისტემურ პრობლემად აღიქვა. თქვენ წარმოიდგინეთ და ამბობს, რომ მომავალ წელს რა იქნება. თუ ვთქვათ, ჩვენ მოგვიწევს კვლავ წყლის დაღვრა, ან მზის ელექტროსადგურებს, ან ქარის ელექტროსადგურებს გაჩერება დღეობით, მაშინ ჩვენ ვკარგავთ უკვე შემოსავალს, მაშინ როდესაც შემოსავლის დაწერის და გენერირების პიკში უნდა ვიყოთ ჩვენ ამ დროს. აქ ყველაზე სწორი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის შემნახველების დამონტაჟება, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირად ღირებული ტექნოლოგია, მაგრამ ერთ-ერთი კარგი ტექნოლოგია არის, მაია? არა, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ გვესაჭიროება რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურები და გვესაჭიროება ამასთანავე ბირჟის გახსნაც. და მე ვიცი, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებული, გაკეთებული აქვთ გარკვეული მოდელირებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც ამ ტიპის გამოწვევას აწყდება და ბევრი წელია უკვე ცივილური სამყარო გარკვეულწილად ამ პრობლემების მოგვარების პროცესშია. მე ვიცი, რომ მათ აქვთ მოდელირების რამდენიმე სცენარი, რომლის განხილვასაც უზრუნველყოფენ, ვფიქრობ, როგორც სამინისტროსთან, ასევე სხვადასხვა სტეიქჰოლდერებთან, მათ შორის სემეკთანაც ბუნებრივია და ესკოსთან და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ბუნებრივია წარგვიდგენენ კერძო სექტორს, მაღალი ალბათობით დაახლოებით 5 კონდათ თუ მეშლება, ჩამოვლენ 3 მოდელირების სცენარზე და შემდეგ ერთბაშად და ერთობლივად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ კერძო სექტორმა არ მიიღოს ზიანი და ინვესტორები არ გავიდნენ სექტორიდან და პირიქით უფრო მომხიბვლელი გახდეს ეს სექტორი, ვინც არსებობს, იმათაც შევუწყოთ ხელი, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ მინდა ახსნა, ენერგოდამოუკიდებლობა ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი. ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის მერე ჩვენ ენერგოუსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. თან ვართ ისეთ რეგიონში, სენსიტიურ რეგიონში, სადაც ეს არის ნომერ პირველი KPI, როგორც თქვენ გამოიყენეთ, რომელსაც უნდა მივახციოთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამოწურვები პასუხებისთვის რა. მე არ შემიძლია არ შევეხო ამ შემთხვევაში გრედას, ხო, რომელსაც წარმოადგენდა, გრედა ეს არ არის ერთი ორგანიზაცია, ეს არის ფაქტიურად ინდუსტრიის ხმა, ხო, ეს არის სექტორი, რომელიც აერთიანებს ამ სექტორში ჩართულ ორგანიზაციებს და ჩვენი აუდიტორიისთვისაც რო გავაზიაროთ, ზოგადად გრედას ხედვა რა არის ამ შემთხვევაში და თქვენი როლი რა არის ამ შემთხვევაში ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. გრედა, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია, მრავალწლიან ისტორიას ძალიან დიდებიც არ ვართ, მაგრამ მომავალ წელს შეგვისრულდება 10 წელი, იუბილეო წელი გვაქვს 2027-ში და რეალურად მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეს არის დარგობრივი ასოციაცია. ვემსახურებით საქართველოს ენერგეტიკას და ვდგავართ ენერგეტიკის სადარაჯოზე. ასოციაცია არის ძალიან ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ის იცავს აი იმ კომპონენტს, რაც არის ინვესტორთა ინტერესები, სახელმწიფოს მიზნები და რა თქმა უნდა მთელს ამ პროცესში არ უნდა დაზიანდეს მომხმარებლებიც მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ ყავს როგორც მსხვილი მომხმარებლები ბიზნესში, ასევე მცირე და მოსახლეობაც მომხმარებლები. გრედაში გაერთიანებული არის 60-მდე კომპანია, საკმაოდ მზარდია
გრედა დაინტერესება ბუნებრივია მაღალია, არის როგორც ადგილობრივი კომპანიები, ასევე საერთაშორისო კომპანიები, ჩინური კომპანიები, ევროპული კომპანიები, დეველოპერებიც მათ შორის. ჩვენი წევრები არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც შესაძლოა პირდაპირ არა აგენერირებენ ელექტროენერგიას, მაგრამ არიან შემხებლობაში და პულსზე უდევთ ხელი. ჩვენ მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი პირველი გახლავთ კომუნიკაცია. კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და შარშან ჩვენ მოვიარეთ საქართველოს 11 რეგიონიდან 10 რეგიონი და წელს უკვე გრედას ფარგლებში 11 რეგიონიდან 11-ვე დავფარეთ. მე თქვენი ეთერით მადლობა მინდა გადაუხადო ბრიტანეთის საელჩოს, სწორედ მათი დახმარებით გავაკეთეთ ჩვენ ეს. შარშან შევხვდით სკოლის მოსწავლეებს და წელს შევხვდით უკვე მასწავლებლებს და ბუნებრივია მათთან მქონდა საუბარი, გეგმავდით გამოხმაურება როგორია. ეს არის არაჩვეულებრივი კითხვა. დღეს მე და ჩემს კოლეგას ირინა კომეთიანს მქონდა მსჯელობა სწორედ ამაზე და გამოიკვეთა ნახეთ რა, რომ 2021 წელს ნამოხვან ჰეს ჰქონდა ძალიან სერიოზული გამოწვევა. ეს იყო იმიჯური დარტყმა ქვეყნისთვის, ეს იყო დარტყმა სექტორისთვის და საბოლოო ჯამში აისახა და გადაითარგმნა ეს ყველაფერი ფინანსებში. ჯერ კიდევ არბიტრაჟი ბოლომდე ასე ვთქვათ სრულყოფილად არ არის დასრულებული. ამიტომ ეს იყო ის მაგალითი, რომელიც კომუნიკაციის არასწორმა ფორმამ გამოიწვია. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის სწორედაც კომუნიკაცია ახალთაობასთან, მასწავლებლებთან. ზოგადად თქვენ ვერ წარმოიდგენთ, გეგმავთ ხოლმე 9 საათს 40 წუთს და საბოლოო ჯამში საუბრობთ 2 საათი. კითხვა ძალიან ბევრია, მათ შორის კრიტიკულიც. და ჩვენ მზად ვართ რომ ვუპასუხოთ. თუნდაც პასუხი იყოს არაპოპულარული და გარკვეულწილად მიუღებელი. ჩვენ მაინც არგუმენტირებულად, დასაბუთებულად ვამბობთ ჩვენ სათქმელს, შევდივართ პოლემიკაში და ეს არის სწორი გზა. მე მგონი ეს პროგრესია. თუ ბევრი კითხვა ისმევს, ესე იგი პროგრესია, ესე იგი ხალხს აინტერესებს ეგ. კი, ნამდვილად. და ზუსტად ეგ იყო ჩვენთვის გასაკვირი, რომ 2021 წლიდან 2026 წლამდე 5 წელი გავიდა და კითხვები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის კომუნიკაცია ამ ადამიანებთან საუბარი მარტივი ენით ახსნა და არა მძიმე ენერგეტიკული, ზოგადად ენერგეტიკა კომპლექსური დარგია და ამიტომ თავისი მრავალი ტერმინით გამოირჩევა და მარტივი ენით საუბარი მოსახლეობასთან იმაზე თუ რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს სექტორს მათთვისაც, ქვეყნისთვისაც, რეგიონისთვისაც და ზოგადად წარმატებისთვის მატერიალური დოვლათის გენერაციის თვალსაზრისით. ზოგადად თქვენის ნებართვით ერთ კიდევ მნიშვნელოვან რამეზე გავამახვილებ ყურადღებას, ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. იმიტომ რომ ჩვენ რომ ვაგენერიროთ ელექტროენერგია, სადღაც უნდა გავყიდოთ ხოლმე ეს ყველაფერი არა მარტო საქართველოში და ჩვენ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. დააღრა წყლის რა, ძალიან ცუდად ხდება. კი, მეც გითხრებით. აუცილებლად უნდა და მატერიალური დოვლათი უნდა დავაგენერიროთ. ამისი კიდევ ერთი შესაძლებლობა არის სწორედაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც წმინდა ქართულია. ქართველმა შეიმუშავა 2016 წელს მიმართა სამინისტროს, მაშინ დაიწყო ამ იდეის განხილვა, რეალურად მე ძალიან დაინტერესდა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რაც შეეხება ევროპას, ევროპიდან უკვე რუმინეთი, უნგრეთი და საუბარი არის ნახეთ რაზე, რომ საქართველო უნდა დაუკავშირდეს რუმინეთს წყალქვეშა კაბელით და გავიტანოთ ელექტროენერგია და არა მხოლოდ ელექტროენერგია. ევროპას ძალიან დიდი საჭიროება აქვს დღეს ელექტროენერგიის და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდია განსხვავება ფასში. რა ღირს საქართველოში ელექტროენერგია და რა ღირს ევროპაში? 5ჯერ მინიმუმ 5ჯერ მეტი ღირს ელექტროენერგია ევროპაში. ამიტომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს პროდუქტი გაიყიდოს და ქვეყანას დოვლათი დაუგენერირდეს. და არ დაუღაროთ წყალი. ნამდვილად, არ გადავღვაროთ წყალი და მივცეთ მას შესაბამისი დატვირთვა. იცით რა არის კიდევ მნიშვნელოვანი? აზერბაიჯანს არ ჭირდება განახლებადი ენერგოწყაროებისგან წარმოებული ელექტროენერგია. მას ნავთობიც აქვს და გაზიც აქვს. შეუძლია ძალიან მარტივად აწარმოოს ელექტროენერგია და ასეც იქცევა. არ ჭირდება დამატებითი რესურსი, მაგრამ ბოლო 2 წელია ძალიან აქტიურად ახორციელებს მზის ელექტროსადგურების მშენებლობას, იმიტომ რომ ეს არის მწვანე ენერგია. შესაბამისად, მისი მიზანი ნახეთ რა არის, საქართველოს ტერიტორიის გავლით გაიტანოს ელექტროენერგია უკვე ევროპაში და დაუკავშირდეს ევროპას. მაშინ როდესაც ამის გაკეთება შეგვიძლია, მე მგონი ჩვენს. ნამდვილად.
აბსოლუტურად ლოგიკურად, ხო? ეხლა რაც თქვი მაია, ანუ აბსოლუტურად მე მგონი რომ ჩვენ უნდა ვქნათ ეს და საინტერესოა ესე რა ეტაპზე ვართ მაგ მიმართულებით, ანუ რა ძრებია. feasibility study უკვე დასრულებულია, ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლა, უკვე დრო არის იმისა, რომ გადავიდეთ ნელ-ნელა ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის ესეც უნიკალური პროექტია, ინგურჰესისა არ იყოს და როდესაც ის დასრულდება ასევე ვიქნებით ის ქვეყანა უნიკალური, როგორც გვახასიათებს ხოლმე ინგურჰესის ისტორიაც მინდა ძალიან მცირედით გამოვიყენოთ თქვენი დრო და მოყვე, ისე უნიკალური ქვეყანა, რომელიც აი სწორედაც შეძლებს აი ამ რანგის და დონის პროექტის განხორციელებას. მშენებლობას ძალიან დიდი დრო ჭირდება და ანონსებული არის, რომ 2030 წელს შევა ექსპლუატაციაში, მაგრამ მოდით ობიექტური გათვლები გავაკეთოთ, ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 2032 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში სწორედაც ეს პროექტი. ენგურჰესი ჩვენი სიამაყეა. მისი დადგმული სიმძლავრე არის 1300 მეგავატი. 1978 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და უნდა აღვნიშნო, რომ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში საქართველოს განიხილებოდა ისეთ ქვეყნად, რომელმაც შეძლო ასეთი რანგის მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ააშენა. მაშინ უნიკალური ნაგებობა, ეს არის იმდენად საინტერესო ნაგებობა, რომ ალბათ სვანეთში ყველა სვანური კოშკები გვინახია და ისტორია ვისაც მოსმენილი გვაქვს, ვიცით როგორ არის აგებული მისი საძირკველი. და რეალურად შექმნილი იყო იმისათვის, რომ ზვავი უნდა ასე ვთქვათ შეეჩერებინა და სხვა დატვირთვასაც შეიძინა. ანუ ეგრეთ წოდებულად შეუძლიათ მას აი ამ ასე ვთქვათ საძირკველს გადაადგილება, გადმოადგილება თავის პირველად მდგომარეობაში დაბრუნება. ენგურჰესაც ზუსტად ეს აქვს, როდესაც ის წყლით ივსება, ოდნავ გადმოიწება და მერე უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. პატარა ლექცია მაქვს. თავიდან დაგეგმილი ჰქონდათ ქართველებს სპეციალისტებს რომ უნდა ყოფილიყო 300 მეტრის, მაგრამ 270 მეტრზე გავჩერდით, იმიტომ რომ თურქეთმა თქვა რომ 30 მეტრის დაგვაწევინა მოკლედ და თქვა რომ ვაი და რამე მოხდესო, შესაბამისად ჩემს საზღვრამდე მოვა. ამიტომ ეს ქართველები წავიდნენ ამ დათმობაზე და ნამდვილად უნდა ვთქვა რომ ჩვენ გვყავს გენიოსი და ამ სიტყვა შემთხვევით არ ვიყენებ, გენიოსი ჰიდროენერგეტიკოსები, რომლებმაც სრული პასუხისმგებლობა აიღეს და ეს უნიკალური ნაგებობა ააშენეს მიიყვანეს ბოლომდე და დღეს ის არის ერთ-ერთი ჩვენი სიამაყე. უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ დომბა, ეგრეთ წოდებული რეზერვუარი მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო მართვის პულტი მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე, უბრალოდ არაკონტროლირებადზე და აქ არის გარკვეულწილად გამოწვევა, რომ 1992 წელს ზეპირსიტყვიერად შედგა შეთანხმება, რომ 60% ელექტროენერგიისა გენერირებული ენგურჰესის მიერ დარჩებოდა ასე ვთქვათ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო 40% გადაედინებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა ეს ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ირღვევა ხოლმე პერიოდულად და ყოფილა შემთხვევები, როდესაც 57%-იც და უფრო მეტიც გადადინებულა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახლა რა პრობლემაც გვაქვს, გახლავთ ის და ამას საჯაროდ გავაჟღერებ. რეალურად ის თაობა, რომელიც თავის დროზე იყო ჩართული მშენებლობაში, ექსპლუატაციაში და ასე შემდეგ, ბუნებრივი მდგომარეობა გახლავთ ის, რომ ეს თაობა ნელ-ნელა მიდის და საჭირო არის ახალგაზრდების მაქსიმალურად ხელშეწყობა, რომ ჩავიდნენ აფხაზეთის საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და დასაქმდნენ იქ და ეს შესაძლებლობა და მოცემულობა, რაც არის ენგურჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის პარიტეტულად განაწილება, არ დავკარგოთ და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომ გავაგრძელოთ ოპერირება. მოკლედ ის სიამოვნებით გისმენ, მაია, ამინდა საერთოდ შეგაწყვეტინო და დრო კი ნელა გვიმცირდება, მაგრამ მე მინდა რომ მაინც კიდევ მადლობა, ძალიან საინტერესო ინფოა და მართლა მე დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტორიაც ახლა ძალიან დიდი სიამოვნებით გისმენ და როგორც რადიოში, ისე Facebook-ზე. მე არ შემილია, არ შევეხო დღეს ხელოვნურ ინტელექტს, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტი, არანორმალური ტემპით ვითარდება, ამასობაში ყველას კარგად გვესმის, ხო? ანუ დატა ცენტრებში რა ხდება. რაც ყველაფერი, ანუ აბსოლუტურად არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან და ელექტროენერგიასთან, ხო? ანუ მოხმარებასთან. ხვალ რო პირობითად, ანუ არ ვიცი, საქართველოს განიხილებოდეს როგორც ესეთი დატა ცენტრების პირობითად რაღაც ხაბად. და ნუ ისეთმა გიგანტებმა, ასე ვთქვათ, გამოიჩინონ ინიციატივა, როგორც არის Google და ასე შემდეგ, ხო? რამდენად მზად ვართ, რამდენად მზად არის საქართველოს, რომ აი ამ ტიპის, ასე ვთქვათ, დატა ცენტრები მიიღოს საქართველოში და მოახდინოს ბუნებრივია ამის რეალიზება ამ პროექტების. ძალიან კარგი კითხვა.
რეალურად ელექტროენერგიის ძალიან დიდ დოზასთან გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ დატა ცენტრის როგორც აღნიშნე და ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს უზარმაზარი დოზით ელექტროენერგიას. მე უფრო მეტსაც გეტყვი. რეალურად ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფად ვითარდება, შენი თქმის არ იყოს და იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ საბოლოო ჯამში იყო ერთხელ საუბარი მეცნიერები, მე ერთ-ერთ უნივერსიტეტში მეცნიერის ამპლუაში ვარ და საუბრობდით იქ და დაისვა კითხვა, რომ თუ დადგება ის მომენტი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განადგურების საკითხი უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ მაშინ? ძალიან რთული კითხვაა და ჩამჭრელი კითხვაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაითიშოს ელექტროენერგია. ეს არის, არ ვიცი, რამდენად რეალისტური. ანუ დედამიწა უნდა ჩავაბნელოთ, ხო? აი ზუსტად. დედამიწა უნდა ჩავაბნელოთ. ამიტომ საქართველოს დღეს არის თუ არა მზად, არიან ქართველები, რომლებიც როგორც ენერგეტიკის სექტორში არიან, ასევე მუშაობენ დატა ცენტრებზეც, იმიტომ რომ ზუსტად კარგად ხვდებიან ელექტროენერგიის დატვირთვას და მნიშვნელობას და მის გამოყენების მაღალ პოტენციალს სწორედაც დატა ცენტრების ჭრილში. დღეს ვართ თუ არა მზად, აი ამ მოცემულობაში, აი ამ რეგულაციებით, აი ამ კანონმდებლობით, პირდაპირ ვიტყვი რომ არა. დღეს არ ვართ მზად და ბევრი ახალგაზრდა ძალიან ძლიერი გონების პატრონი, რომელიც ფიქრობს ზუსტად აი იმ კითხვაზე პასუხის გასაცემა და იბრძვის, რომელიც ახლა შენ მე დამისვი. მაგრამ მას აი ეს ბარიერები ეს არ არის გამორიცხული. ანუ ეს ინტერესები მე დარწმუნებული ვარ, არ არის გამორიცხული და დღეს თუ არ მიუღია საქართველოს ეს ასე ვთქვათ წინადადება, მე ვფიქრობ, რომ ახლა მომავალში დიდი ალბათობით ყველა შანსი გვაქვს რომ მივიღოთ, იმიტომ რომ ცალსახად. პირველ რიგში ალბათ ჩვენი რაღაცა სტაბილურობიდან, სიმშვიდიდან გამომდინარე, იმის ფონზე რა ხდება გარშემო, ხო, რეგიონში. ცალსახად. მაია, მინდა რომ ცოტა ასეთი იუმორით შემოვიტანოთ, ხო? ჩვენს საინტერესო პოდკასტში, იმიტომ რომ აი სუპერ საინტერესო დიალოგი გვაქვს დღეს და მოკლედ აი ესეთი დავასრულოთ წინადადება, ხო? მე დავიწყებ და შენ უნდა დაასრულო. სათხარ? ხო, ვიქტორინაში არ მივიღე არასდროს მონაწილეობას იმართლე რომ დებიუტი გაქვს ესე იგი. ნამდვილად მაქვს დებიუტი. ესე იგი, საქართველოს ენერგოდამოუკიდებელი გახდება მაშინ, როდესაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებელი გახდება მაშინ, როდესაც აუცილებლად აითვისებს იმ პოტენციალს მინიმუმ 80%-ით მაინც რაც გააჩნია. მე მაინც სერიოზულად დავრჩები ჩემს პოზიციაზე. აბსოლუტურად ეს კითხვა ზოგადად სერიოზული წარი ხო? რაც ძალიან გჭირდება. კი, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც დღეს ენერგეტიკაში ვუშვებთ, არის არის სწორედაც მასიურად ბოლო პერიოდში განხორციელებული აი ეს შენ წყლის დაღვრა ახსენე, ძალიან მომხვდა უყურშიო და მე დავამატებ კიდევ მზის ელექტროსადგურების გაჩერებაც და შეზღუდვები, ანუ ეს სწორი ტერმინით გამოიყენება შეზღუდვები, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს სექტორი დგას და ძალიან წუხს. კი ბატონო, ყველაზე დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის რაც შეიძლება სწრაფად აშენება. ინვესტორი საქართველოში უფრო თამამად შემოვა, როდესაც იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი. ენერგეტიკის მომავალი საქართველოში იქნება ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. და ბიზნეს სპეისის მაყურებელს ვეტყოდი, რომ დარჩით ჩვენთან. ძალიან საინტერესო. მოკლედ, მაია, აი ჩვენ რეალურად მე კიდე მაქვს რაღაცები მომზადებული, მაგრამ ფაქტია, ვერ ამოვწურავთ ეხლა დღევანდელი ჩვენი პოდკასტით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პოდკასტის სტუმარი კიდე არაერთხელ იქნები და კიდე უფრო საინტერესოდ გავშლით ჩვენ თემებს. და რეალურად აი ჩვენ მაყურებელსაც მივმართავ თუ რა დავინახეთ დღეს და დღევანდელი პოდკასტიდან რა, ასე ვთქვათ, გამოვიტანეთ, ხო, რომ ანუ ენერგეტიკა და ელექტროენერგია არ არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, დენზე არ არის საუბარი, ხო, არის საუბარი ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ, ხო? და რეალურად ანუ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისი ენერგია, რეალურად იმაზე მეტი გააჩნია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ხო? მას აქვს მინიმუმ არჩევანის თავისუფლება. ასე რომ, საქართველოს ენერგეტიკულ მომავალზე საუბარი ნიშნავს ფაქტიურად ეკონომიკაზე საუბარი, ხო?
მაია, უდიდესი მადლობა შენ ძალიან ესეთი კომპეტენტური, საინტერესო, სასიამოვნო საუბრისთვის. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ. ვიცი რომ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვს პირადადაც და ანუ ასოციაციას ამ სექტორის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ განაგრძობთ ამ მუშაობას და ძალიან დიდ შედეგებსაც მიაღწევთ. ამიტომ ძალიან დიდი წარმატება შენ პირადად, ძალიან დიდი წარმატება გრედას. და ჩვენ უკვე მომავალში კიდევ ერთხელ შევხვდებით აუცილებლად და გავუშვით კიდევ საინტერესო თემებს და ახლა კი დაგემშვიდობებით თქვენს მაყურებლებო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ეთერი და სხვათა შორის დამავიწყდა აბსოლუტურად მე თქვა, რომ დღეს პირველად გაისტრიმა, ასე ვთქვათ, ლაივში ჩვენი პოდკასტი უკვე Business Spaces გვერდზეც, ასე რომ შეგიძლიათ დაალაიქოთ იქაც. ახლა კი დაგემშვიდობებით. IT Tech, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.